Საახალწლო საკითხებზე მოვედით, როგორ მიყვარს. დაიცადეთ ახლა სიამაყ და გადავნაწილდეთ. და რეები მიუწერია ყურეთ მზიაბებოს. გარციცა, სასისკი, მეიონეზი. აუჯი, ეს საახალწლო სალფეტკები ვიყიდოთ რა, შაშანაც არ იყიდე. რატო არ ვიყიდე მე ეგეც თქვი? შეხედი აგერ უბრალოდ სალფეტკი ლარი და 40 იღებს და კიდე 670. დიდი ამბავი ახლა ირმედიანი სალფეტკი თუ არ მოიწმინდე პირი რა. წავალ მეკით ვიყიდი კამფეტებს. ომარიკო გამომყევი ბედნიერებისკენ. აუ ეს ლურჯი კამფეტები აღარ ვიყიდოთ რა. შაშა რო გული გვერეოდა ყველას, მაგრამ მაინც რო ჭამდით. დედას რო უნდა გადაყრა ფული მაგ გადახტილიო. იქ კამფეტი იყიდა თვებიანი და კიდე შეხედი ორი კალი არაჟინის გამოჩხუბობს. ვახში. არაშანი ჩაარტყა თავში. სუგა გიჟდა ეს ხალხი. დედა მარტო სამი შეყრა კამფეტები აიღეთო, წამოსალაროსკენ. ინგა აქეთ მოდი. რა გიჭირავს ეს ხელში? არაჟანია. ერთი ცალი იყო დარჩენილი და რა იყო რა გაუცხებული იყურები, ვერ გავიგე არაჟანი არ გინახია? აუ დე ნახე რამდენი ხალხია სალაროსთან. გავაკეთე უკვე რაც მასწავლე. ხო მიდი დაიწყო ყვები თომ გული წაგივიდა დაეცია და ეს ხალხი რო გამოცვიდება სალაროდან მე შევარდები უცბად წინ და გავატარებ პროდუქტებს რომ ადე წავიდეთ რა. ხმი თურები ხდება. აი მე ბავშვს გული წაუვიდა. დედა საწყალი დაეხმარეთ რა. ისტორიის გამოცდაც დავხიე მას, ბერძნული კოლონიზაცია შემკვდა. ხადაობ. აუ დეიდა ჩემია საბერძნეთში და ვკითხოთ თუ გინდა რაღაცეები. აი მე ერთი წუთით ეკლა ანასტასია ეგ ძალიან კარგია და სხვა საკითხები რაზე იყო? მეორე მსოფლიო ომი ნახდათ მახსოვს მას, დანარჩენებსაც გავიხსენებ. აუ მეორე მსოფლიო ომი, მან ჩემი დიდი ბაბუა დაღუპული. უბრალოდ დაიკარგა და ვეღარ იპოვეს. შეიძლება რომ ცოცხალიც აჯერ არ ვიცით. დედა ანასტასია გამოხვედი უკვე როგორ წერე? კარგად წერი ძან, შესაძლოა იყავი სირბილით რომ მოხვედი. აი მე სკოლის გვერდზე საცხობია და მარიკო მყავს კაცო მან ლობიანს ვაჭმევ ბავშვს და ეხაც მცხობელს დაუტოვე და გამოვიქეცი. ეხლა თიკუაში სული და მაგას ველოდები, მე თეკლაში დის 3 საათზე. წადი თქვენ სახში და საღამოს მოვალ და მოგიყვები. მოკლედ ეხლა ვფიქრობ 3 საათზე რა შეიძლება მოვიდეს თეკლას ვარიანტში. აუ მას თბილისში ვიცი ძალიან მაგარი მკითხავი, ყავაზე ხედავს ყველაფერს, მაგას არ წავიდე. თვითონ საბერძნეთში რო წახვიდე და ორაკულს კითხო. მოიცადეთ ერთი წუთი, თუ საბერძნეთი მოვიდა ანასტასია შენ ვარიანტში, ხო? თეკლა შენთან შეიძლება მოვიდეს ირანი. გადაიმეორე იცოდე ძალიან კარგად. კარგით მას ირანი. აუ იმყავს ირანში. გამოცდებიც მოშორებულია და შეგვიძლია რომ დავისვენოთ. ნუ ბესეთკაში. სენემ გამოცდის ქულებს არ გავიგებ რა დამასვენებს. საბოლოოში ვტრიალებ. თუ გარდაცვლილებსია. თუ ვერ ჩააბარდე და შენი მე მართლა გატრიალებს საფლავში. აუ არ ვიცი გოგოებური, რაც აქამდე არ მისწავლეთ 18 წელი, მე მგონი ეხლა მომინდა ერთიანად. ყველაფერი მინდა რომ ვისწავლო. აუ მე არა, ხო არ გავთხოვდე მეთქი ვფიქრობ უკვე. რა? ეგოგო ძალიან მალე გათხოვდება. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. მართალი ყოფილია ინგა. არა, არაფერი. აუ ეს ნოვატორიოა, ციფრული აკადემია. ძალიან მომწონს და მამაჩემმა კიდე სადაც გინდა იქ ისწავლეო. ხადაობ, ნოვატორი ძალიან მაგარი აკადემია. იმენაც ერთკობა. აუ ხო თან გრაფიკულ დიზაინს ესწავლიან და მე კიდე დიზაინის ნიჭი სულ მქონდა ბავშვობიდან. დაფრეწილი მაიკი და ცაცალი ბოტასით დადიოდი ხოლმე ბავშვობაში მაგას დიზაინი არ ერქვა. სიდებილი ერქვა. აუ თქ შენ თუ ნოვატორში ისწავლი მართლა ძალიან მაგარი ფული გიქნება მომავალში. აუ ფული არც ახლა არ მაკლია ნამდვილად. აუ ის ლაიდავს დათი ხო არ გაქვთ, კებს უყიდი მაღაზიაში. თქვენთვის. ანასტასია ექიმი რო გახდე არ გინდა? რა ექიმი ინგა? მაჟრიალებს სიცხეს რო ვხედავ. ეს ბავშვი კიდე ყოველდღე მუხლებ გადატყავებული მოდის. აუ ჯამალობანას სამაშობდით და ნაგვისყუთი რა მოდიოდი მაშინ დავეცი. თეთრ რა ნაგვისყუთი იყავი ომარიკო? ვაიმე შენ მე მოგივლი. ხო და ჩააბარე ანასტასია სამედიცინოზე ექიმი იქნები. ინგა მომისმინე, არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი თუ ცხოვრება შეკითო ის საქმე რომელიც ქსია მოუნებს. ამიტომ ნუ ჩაირევი იმაში რა ჩემი აზარჩევია.
ისე კი მართალი ხარ. როგორ მინდოდა მე ჟურნალისტობა და ჩემებმა არაეკონომიკური უნდა დაამთავრო და ერთი მე ვარ ახლა ეკონომისტი და მეორე ჯულია რობერტსი. და რამ გამახსენა ახლა ჯულია? შემდეგ უშურო კინო ჩაგარჩევინა, მანდ იყო ეგ მსახიობი. ნაგვისყუდთან მიპოვე გაზეთი და მაგაში ეწერა მაგ კინოს სახელი. დედა, სად ნაგვებში დადიხარ ბიჭო, შენ ნუ გამაგიჟე. ბუნკერთან აღარ დაგინა ხომ ისული იცოდე. რატომ იშლი? ნაგვისყუდში ვიპოვე ეგ ბეჭედით რო გიკეთია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩამოშავებული, ჩამობნელებული დღეები, ჰა? კიდე იწვიმებს. მიგონი მეორე თმოსვლა იწყება. ვინმე უნდა მოვიდეს დე? არა, ომარიკო არავინ არ მოდის. აღარ შემიძლია ხასიათს მიფუჭებს ეს ამინდი რა. ამინდი თუ გახეული მაისური, კარი სახელოს რო გამოდი. დი, ჩვენ ამასწორებელმა გვითხრა, რომ როცა შაუღრუბელს დაინახავ, ჭაკაგვიხილი იწყება და გაიქეცით. თქვენი მასწავლებელი კიდე რა. სად გავიქცე კაცო, ოთახებში ხო არ ვირბენ. და კიდე ის გვითხრა, რომ ჭაკაგვიხილი როცა მაგიდიც ქვეშ უნდა შეძვრითო. ეგ მიჭის ძურაზეა. არაფერი რო არ იცი. დედა მესიჯი მოვიდა შუქი ჩაქრებაო. რა ვაკეთოთ ახლა საღამოს? ჯეროდის მომაშუქი? დე. დედა. ანასტასია. რა მითხო უნდა გავერთოთ ომარიკო? აი მე დედა რაღაცა მომედო ფეხზე. რა იყო ეს? დე ისევ ჩაგვიიქნება. აი მე ომარიკო დროზე გაიქეცი შენ თახში და მოხურე კარები. აი მე გავიქეცი. მაგარი დავოფითი ტიპები პლუსდა. 4 დღე გადაბმულად მეცადინეობ. ცხვირი არ გამიყია გარეთ. დიდი ამბავი, ახლა ყოველდღე რო თეკლა გურგენიძეები არ ნახო. თეკლასთან ერთად რო ახოლმე, სული ღრიჯებიან ყველაფერზე. ეზოში წაიქცა, პირი ხრეში თქონდა ამოვსებული და თურმე არ უნდა გაგვეცინა. მარტო ხრეში მერე პოლიეთილენის პარკის ნარჩენები ქონდა კბილებში. იგი მის ბრალია რომ სუპერღია დარბის. შენც მოაღების, გამოცდაში რო ჩაიჭრები. მაგას კიდე ერთხელ იტყვი და ვისაც ჩაიჭრება ნახავ. უშვებს კოსმოსში უარყოფით ენერგიებს. რებს მოდავ ანასტასია, რა უარყოფით ენერგიები და კოსმოსი, კაცო. ხო ეგრე, რასაც გაუშვებ კოსმოსში ის და გიბრუნდება. ტუალეტში უნდა შევიდე მე. დედა რა ყვირებს, კაცო? მე ისევ კუჩში თუა შეკრული ახლა. უეჭველი წაიქცა და თავი დაარტყა მაგან. მე ომარიკო როგორ ახარ ხმა გამაგონე? არაფერი კოსმოსში ყვირილი გაუშვი. ყვირილი გაუშვი, ხო? გამოდი ერთი გარეთ, გამოდი. ვიღაცა კოსმოსში ტირილსაც გაუშვებს. სამსახური უნდა ვიშოვო სტუდენტი რო გავხდები. სად ვიმუშაო, ვინ გარას მირჩევ? რა ვიცი აბა ანასტასია. მაღაზიებში რო იმუშაო, სწავლას შეუწყობდი თან. ხო, მომუშავებენ მთელი თვე და მომცემენ მე 400 ლარს. არა იყოს მადლობა. მაშინ ბესიცკაში იმუშავე, მაინც სულმან ხარ ხოლმე. არავინ არ გილაპარაკება შენ. ისე იცოდი ინგა, ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს ახალგაზრდების დასაქმებაზე. ერთი ჩვენ ვერ შევედით, თორე მე საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, რომლებიც მან შევიდნენ, კი არიან ახლა კარგად. ოცნებად გამიხდა უკვე, როდის შევალთ ევროკავშირში, რომ ცოტა ამოისუნთქო სამხალხმა რა. მან დრო შევალთ, მე სხვაგან უნდა ვიცხოვროთ? კი, ეხლა ხო ცხოვრობ გლდანში, მეც გლდანში ცხოვრებ, ოღონდ ევროპულში. მან იმდენი პროგრამებია ანასტასია, გარანტირებული სამსახურები აქვს ახალგაზრდებს, კაცო, შენ ოღონდ მოინდომე და 80%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი. ბაზარიერ არის. აბა თეკლა გურგენიძეს რო კითხო, საერთოდ არსად მუშაობას. ეგოგო ძალიან მალე გათხოვდება, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. ანასტასიას მაინც არავინ არ მოიყვანს ცოლად, ასეთი როა. ისე ახლა მეც რო გავთხოვდი, ინგა რას იზავდი? მე ფეხზე არ ავდგე, თორე დაგანახებდი, რასაც ვიზამდი. ბავშვებო, ექსკურსიაზე მივდივართ, ამოდით მანქანებში.
აბა გავნაწილდეთ ეხლა უკან ბანდა დაიშალოთ და წინ გადმოვიდეს დროზე ნატო მასწავლებელ როდის გავჩერდებით საჭმელად ვაიმე ნინო ჯერ არ გავსულვარ ჩემო კარგო და რა დროს ჭამა უკანა გზამდე საჭმელს არ ჭამთ იმედი რომ დისციპლინაზე საუბარიც არ მომიწევს ხო მშობლების გასაგონად ვამბობ აჰა მარიკო მოვიტანე ზელატოსების ასოსნავებად და რავიც კი გვეყოფა ახლა სანამ დავსხდებით საჭმელად აუ მე რომელიც მინდოდა ის არ მიყიდია შუჭამ არაფერს დღეს არ შეჭამდა აი დედ როგორ დაგაბიჯი ანდრია ფეხი სული გამიმწა და მოდი ხა დაიგდი აქ დედამშვი ბანჯარასთან აი შენ ნამდვილად კიდე გიორგი რომ ეცუდად გავხდე ვერ დაგსაო მეთქი კაცო მიდი დრალამაზი ხედია აუ დიეთი ჩავალ მეფსია ჩადი ხო მე აქ არ აქნა არაფერი ერთი შენი ჭიდი მიდი ნინო აბა მოვედით მოკიდეთ ბავშვებს ხელები და ჩავედით ვაიმე ბავშვი გამოვედი გამოცდიდან ბახტრიონი შემოხვდა ბახტრიონი ვინ არის რა ვინ არის პოემა ბახტრიონი შემოხვდა მაგარი დავითერ საერთოდ არ მინდოდა ეგ რაღაცა შენი ლაპარაკი არ მომწონს მე როგორ დაწერე თქვი ახლა და წავიდეთ კაცო სახლში შენი ძმა აგერ მთელი დღე მთაზე მიყენია დაისიცხა ბავშვი არა კარგად ვწერი მგონი რედაქტორების შეცდომებიც კარგად ვიპოვე ოღონდ არ მახსოვს რამდენი თუ და რანაირად ლაპარაკობ ანასტასია ხომ უნდა ვიცოდე კაცო იმ შენ მასწავლებელს ვუყიდო ბაბანერკა თუ არა ეს გრანცეცა იღებს ნიგადეი დაინახავთ თუ არა აიმე შენ პირ შაქარი თეკლა შვილო შაქარი მაგ პირზე თიკოსაც დავილოდოთ და ერთად წავიდეთ რა ცოტა ხანში გამოვა ვაიმე პატარა ბაბს გული წავიდე და მოხედეთ ვინმე რა რაღა გახდა ვაიმე ომარიკო დამესიცხა ბავშვი ერთი შენ და სუყურე რა როგორ არის ჩაფლული ტელეფონში მოგესალმებით ამ ვიდეოში გასწავლით როგორ ვიმოგზავროთ ბარსელონაში 25 ლარად რა გინდათ ვიდეოებს უყურებ ჯე გუშინი ცილა ვიდეოს მაყურებინა ლომებმა ირემი დაიჭირეს და დაგლიჯეს შენ ნორმალური თუ ხარ რეებს აყურებინებ ბავშვს კაცო გიგონება ძალით ვაყურებინე სანამ ნეკნები არ დატოვეს იმისგან თვალი არ მოუშორებია ვიდეოსთვის იმიტომ უყურე რომ ბუნებაში დაგვავალა მასწავლებელმა ცხოველებზე უყურეთ ვიდეოებსო მე რისკერუ თქვენ მასწავლებელს ირმის გატყავების ვიდეოებს უყურეთო ახლა სანამ მე გამიტყავები ხარ თორემ თქვენი ოთახები დაალაგეთ სანაგვეთ რო აქცეული ერთი ნაგვის მანქანები რადიან შეგნით თორე დანაშენი ყველაფერი ხდება ომარიკო მოიცი ჩემ ოთახსაც თუ დაალაგებ საღამოს გაყურებინებ ვიდეოს როგორ ჭამენ ზებრას ნიანგები მდინარეში ომარიკო როგორ ახართ ხო ცოცხლები ხართ ჯერ ეგეთი მივარ და კი ცოცხლები ვართ სამწუხაროდ ორივე ანასტასია რა ხავქნა სახში არაფერი არ არის კაცო საჭმელი და დამეხოცებით მშივრები რამეს გამოვიძახი ფარაუშავს არ დავიხოცებით სამწუხაროდ არც ერთი დე ანასტასია ამბობს რომ ეხლა მე ვარ სახში უფროსი და უნდა დამემორჩილო გავთიშე უკვე ტელეფონი და ვერ გაიგო რაც თქვი მიდი ახლა წვენი მომიტანე საწრუპით მაშინ მეც გამომიძახე საჭმელი რასაც შენ გამოიძახებ ბლეკ შაურმა გახსნილა გლანში შაურმების ქუჩაზე 70 ნომერში ეგ ხوار გამოვიძახო აქვე თან და ძალიან მალე მოვა აუ კი მინდა შაურმა ოღონდ ციცაკის გარეშე ერთხელ შევჭამე ციცაკით და უცრემლები მომდიოდა ვაიმე მოვედი ცოცხლები ხო ხართ გადაცვლილის რა მიტყობა უგემრიელეს ბლეკ შაურმას ჭამ ხო ძალიან მაგარია მე ქერქს ჭამ მარტო ანასტასია მითხრა რომ ძლიერი ადამიანები ჭამენ მარტო ქერქსო თან ნახე შავია ბლეკ შაურმას ქერქიც კარგი აქვს და შიგთავსიც ხალხო კორპუსის სახურავიდან ხტება ვიღაცა თავი უნდა მოვიკლაო იძახის ვაიმე რას ამბობ ინგა დედა კი ვერ ვხედავ გოგო შოურს ექიმა პლუს მინუსი გაქო თვალზე ასტიგმატიზმი დამიტკინდა ვაიმე რა დროს პლუს მინუსია მარიკა ვიღაცა იკლავს თავს კაცო ხტება კორპუსიდან მანეხი მოდი ერთი წუთი აქ რა კორპუსის თავმჯდომარე რო ხარ ხტება აგერ სახურავიდან ვიღაცა ბიჭი ჩამოდი ხადრზე მე რა მოვიყვანო დიდა როგორ დავეხმარით მარიხი რა შევაშინეთ შეშინდა კი ვერ ვხედავ მე დიდა ნუნები მაგ გასაკეთებელი
და ისე რო გადმოხდეს, რა შეიძლება ახლა მოუვიდეს ისეთი. მოკვდება, ინგა, მოკვდება. ხო მოკვდება. ვაიმე გოგოებო, მარინა მოდის, რა კარგია, ექიმია ეგ. დედა, ნუ გადამრიე, გოგო, გინეკოლოგმა რა უნდა უშველოს, ვერ გავიგე. ერთი სიკვდილს არ ეშველება გოგოებო არაფერი, თუ დანარჩენს ყველაფერს. დედა, როგორ ავიწიწკნე? უშენი. ვაიმე გოგოებო, ვიღაცა ასულა დასახმარებლად სახურავზე. დედა, იგა, შენი ბიჭი არ არის ეს სახურავზე? რა? ვაიმე. ბავშვმა გადაარჩინა ხალხო, მარიკომ გადაარჩინა. ხო, ასე ამბობდა სიკვდილის ბუზი მაზისო. ეგ ბუზი კი ასად არ გაფრენილაო, მარიკო. წამოდი სახლში. ინგა გაიგეთე გურგენიძეს რა უჭურავია ჩემ კლასელ ნიკაზე? ნიკა რომელია? ანასტასია. დედა, უშნოდ როც ეკავდა ლეზგინკას? ვაიმე, ეგ რამ ნახე, მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. ხო, მაგაზე იჭურავა. მთელი კლასი დაცინის თურმე. ხო, ჩვენ მშობლებმა იქვე დავცინეთ კაცო ბანკეტზე. თან დედამისი ხო არ იყო და თავისუფლად ვიცინოდით. აუ, რა კაია, ჩვენ დროულად გადავრიცხეთ ბანკეტის ფული. რესტორნის მეპატრონე იჭუბა თურმე მშობლებს დღეს. ვაიმე, ბანკეტის ფული. და დარიცხვა დამავიწყდა გოგო, ვაიმე, რა გავაკეთო ეხლა? დი, იმ რესტორნის კაცსა რომ მივხვიდე და მიუტანო. ხო, აი ხალხი ვაჭორაო, ეხლა ვიღაც კაცთან მივიდა, ინგა ფულითო. დაიცა იქნება მოვიფიქრო რამე. უმარიკო რო გავყიდოთ. რამე უნდა გამყიდოთ? რეებს ლაპარაკობ, ანასტასია, მაგის დროა ეხლა. მაგისთვის შესაფერისი დრო არასოდესაა, ესე იგი. აჰა, თან შაბათი დღეა, საქართველოს ბანკის ანგარიშიც არ აქვს ამ კაცს, რომელი საუკუნეა ვერ გავიგე რა. ვაიმე, ჩატში წერენ მშობლები, რომ მაგრესტონის მეპატრონეს მაინც და მაინც კარგი სიტყვები არ უთქვამს ჩვენზე. აუ, მოვიფიქრე, საქართველოს მობილ ბანკს დაემატა ახალი ფუნქცია. ტელეფონის ნომრით გადაურიცხავს სხვა ადამიანს ფულს სხვა ბანკზე და იმავე დღეს მიიღებს ლინკით ფულს. მეორე დღემდე დალოდების გარეშეო. გეთქო გოგო, მე ეგ აქამდე. დაიცა ხა დავურეკო იმ რესტორნის მეპატრონეს. როინი, აი. ალო ბატონო როინ, გამარჯობა. ერთ-ერთი მშობელი ვარ, მე გუშინ წირო გქონდა თქვენთან ბანკეტი რესტორანში. მაინც კარგ სიტყვებს არ ამბობს. ბავშვებო, გინდათ ვიქეიფოთ? არაფერი გვაქვს და როგორ უნდა ვიქეიფოთ? ხო და თუ არაფერი გაქვს, გამოიღეთ ცხვირიდან თითი. მაღაზიაში უფასოდ არ მოგცემენ რაღაცეებს, ბავშვები რო ვართ. უფასოდ არ არის, მაგრამ საქართველოს ბანკის ქურქარდები ხო უნდა გამოიტანოთ ეხლა ბანკიდან. მერე დარეგისტრირდით სკულაფში და რეგისტრაციის მერე 5 ლარი დაგერიცხებათ ანგარიშზე. მერე 15 ლარში როგორ ვიქეიფებთ? პური, ძეხვი და პამიდორი მოგვივა. რა ძეხვი და პამიდორი, ლიზი? რავი, კაცებს სულ პური, ძეხვი და პამიდორი აქვთ ხოლმე ბესედკაში. არა, ეხლა წადით და ბარათებს რო აიღებთ, მერე მშობლებს გააკეთებინეთ სკულაპი. მოვიტანე ჩემი ბარათი, გამომართვი 5 ლარია ზეთ. არა, შენ გქონდეს. სკუნტლიანი ხელები აქვს. ვა, ბავშვები, რა შვებით აბარას ჩალიჩობთ. გავიგეთ 15 ლარი გქონიათ და უნდა იქეიფოთ, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. აი თუ არ გჯერა, ჩვენ ბარათებზე გვაქვს. ჩვენი ბარათია. დავწყდით თიქ. კი, ქართული შემაჯამებელში ერთი ქულა მივიღე. ვაიმე, რა ერთი ქულაო, მარიკო, რა დაწერე ეგეთი? შემოუწერეთ და მასწავლებელმა საერთოდ არ ქონდა გააზრებულიყო. აცენილი იყავი ყველაფერს. დედა ჩემი არა ალაპარაკო, თორე ვის რაც და თავის დროზე გაიგებო ასე უთხარი. რეებს ლაპარაკო, არაფერი არ უთხრა კაცო. ისე რომ იცოდეთ ერთიანებს ბოლო დონის მოსწავლეებიც აღარ იღებენ. ხო, ახლა მარიკოს არ აქვს ჰუმანიტარული ტვინი, უფრო ტექნიკური. ხო, აშკარად ტექნიკური ტვინი აქვს, ბუდღნის მათემატიკას. ვაიმე, მომიტანე ერთი მარიკო ეს შენი რვეული, რა დაწერე, აბა ვნახოთ. აჰა, თემა გავაკეთოთ სიკეთე. ამას რა დაუწერია? თუ სიკეთეს არ გავაკეთებთ, მოვკვდებით.
რა იყოთ? სოფელში რო ცხოვრობდა რობერტიძია და თავის სახლის წინ თამაშს გვიშლი და ხომ მოკვდა. მე ეგ მაგის გამო კი არ მოკვდა რა, მარიკო, პრობლემები ქონდა კაცო ჯანმრთელობის. ოდი ალესე იყო. მაგლო ვიკით кайხნის წინ გარდავიცვლებოდი. ომარიკო შენ კიდე დასჯილი ხარ დღეს, შეხვალ შენ ოთახში და ცხვირს არ გამოყოფ მანდედან. იღებს ბიჭი ერთიანებს. ვეხლა შენც არ აკეთებს იკეთეს. მართალია, ინგა ხო იცი რა მოყვება მაგას. აბა ეხლა ორივე თქვენ ოთახებში? რეებს ამბობენ და იჯერებენ რა. ვაიმე ანასტასია, შენზე ისეთი ნაწყენი ვარ, რომ არ ვიცი რა. ნაწყენი რატო ხარ? ვითო არ ახსოვს. და გავიწყდა რომ მითხარი, ჩემთვის არაფერი გაიკეთებია არასდროსო. როდის გითხარი ეგ, სევდით არ მახსოვს. კი ბატონო, ნუ გახსოვს, მე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. ხო დედა. რა ვიცი, აბა შენი შვილი რო გეტყვის, არაფერი გაიკეთებია არასოდეს ჩემთვის, როგორ ვიქნები. კაი, გადმოგირეკავს საღამოს რა. გუშინ წინ ანასტასია მეც მითხრა ცუდი რაღაცა. ამაზე უარესი რა გითხრაო, მარიკო? რა და ეზოში ჩავდიოდი და ყველას დებილი ეგონებიო ასე მითხრა. მან რაც თავარი იყო, იმას არ ამბობ. სისათვალებით რო ჩადიოდი კოკის პირველ წვიმაში. იმგა. მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. აბა როგორ ხართ? რა ვიცი, აბა ნაწყენი ვარ ამ ქალბატონზე. რა მითხრა არ გაინტერესებს? მთელი ცხოვრება ჩემთვის არაფერი გაიკეთებიაო. როგორ ვიქნები? არ მithქვამს მეთქი ეგეთი რაღაცა არასდროს. ნინო რეიდაგეძახის ეზოდან გადმომხედოსო. ხო ნინო. არა ანასტასიაზე ვარ ძალიან ნაწყენი და ვერ ჩამოვა. ასე მითხრა რომ მთელი ცხოვრება არაფერი გაიკეთებია ჩემთვისო. გაისაინეთ ამ ერთხელ ჩემ გარეშე ხო? შეხედე მთელ კორპუსს გააგებინა. როდის გითხარი აბა გაიხსენი? გამახსენდა. ექსკურსიაზე რო ვიყავით და მთაზე ავდივით, მაშინ მითხარი ეგ. მერე კიდე ცხარი გამოვიქცა და დამეტაკა ფეხებში. მეტი არ მახსოვს. ექსკურსიაზე ბოლო 4 წელია არ ყოფილვართ. და ეს ცხარი საიდან მოიტანეს საერთოდ? კაი ხო, არსებობს მცირედი შანსი, რომ დამესიზმრა. კაი, იგი თუ ქრუაშულს რა დააწერეს ბოლუზარის პერანგზე? ფეთქებადი ფილერი. მაგაში არაფერი არ არის გასაკვირი ნამდვილად. იმიტომ რომ მე დავაწერე. ახლა ეგეც ამას დაბრალდება და თმებით რევის მეორე ტური გვექნება. აღარ გვექნება თიკო. თუ გახსოვს გუშინ სკოლა დაამთავრე. თან მე ჯიონფეს ახალგაზრდულ ფორუმზე უნდა წავიდე. სადაც ოქროშვილი ნამდვილად არ გაიჩიტება. ოქროშვილი არა, მაგრამ ჩვენ გავიჩიტებით. გითხარი აბა ეგ რა არის? საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი ატარებს მაგ ფორუმს. ახალ ხალხს გაიცნობს და პროფესიაში გამოგადგება ძალიან. თან იძლევენ ორენოვან სერტიფიკატს. გოგოებო, სანამ ახლებს გაიცნობთ, მანამდე ძველები მოიშორეთ. კაი, ოქროაშვილი მოდის. ქალბატონო თეკლა გურგენიძე, დავადგინე რომ მაისურზე ფილერი შენი დაწერილია. ქართულის მასწავლებელს ვაჩვენ და ხელწერა ამოიცნო. თმებით თრევა სერია 2. როლებში თეკლა გურგენიძე და მარიამ ოქროაშვილი. დამდგმელი სცენარისტი ანასტასია ზედგინიძე. ოპერატორი თიკო. მაგარი სიტყვით გამოსვლა გამომივიდა. მართლა უნდა გავიჩიტო ჯიონფეში. ძალიან კი გითხრია თეკ, მაგრამ იმენ არაფერი გეტყობა. ხა. ისეთი ვიდეო გამოვიდა, რომ დიდ ეკრანზე უნდა ნახო ადამიანმა რა. თეკ. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით. და 50 ლარი ლია დამოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არ იცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუ გეყიდა.
ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ 2 კვირაში ხო ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი ჰა თან ეს გამომცემლობაც იქნება კაცო წიგნები ბათუმში გამოდიან ხო დელფინიანი წიგნები რო არის ხო აუ დელფინზე გამახსენდა კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს აჰა მოგიტანი 200 ლარი ოღონდ 2 კვირაში უნდა დამიბრუნო ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო როდის მომიტყუები ხარ მე ხო ალპი ფულები ჯე ჩვენი კარების საკეტი გაფუჭდა სულ დაიშალა ვაიმე სულ მოძრა უყურე რა ვიღაც გავაკეთებინებ ახლა ამას დღეს კიდე კარგად გაძვრო მაგ საკეტმა 2010 წელს რო დააყენე თქვენ ჩემზეც ეგრე იტყვით რომ მოუკვდები კიდე კარგა ხანს გაცვლო პროსტო შეხედი როგორ აბუქებს ყველაფერს აუ ჯე ქურდი რა შემოვიდეს ხა მე დაგხოცოს ეგ ქურდი კი არა მკვლელი გამოდის ომარიკო ვაიმე მეც დავფიქრდი ახლა და საშიშია კაცო ამაღამ დაძინება მე ვერ გავათინებ თუ ხვალ საშინელ ხასიათზე ვიქნები ხო შენ მარტო გათინებული ღამეების მერე ხარ საშინელ ხასიათზე თორე დანარჩენად გაცისკროვნებული ხარ და 10-10 დაგთამაშებს სახეზე და რა სიტყვები ვთქვი, ჰა, რაღაცა ლექსივით გამოვიდა. ხოდა მკვლელი რო შემოვა, მაგრამ მოუყევი. ვერც მე გავათინებდი, სკოლაში უნდა წავიდე დილით. კვირას მიდის სკოლაში, ჰა, კონდეს ახლა ამის იმედი. კი ბატონო, კაცო, მე გავათინებ. დავჯდები აგერ კალიდორში და ეგ იქნება. ვაიმე, რომელი ხარ, კაცო? აუ ხერხი მარში ჩამატყა პროსტა